გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Არცერნო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობათ. მივესალმები ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით მივესალმები საინგილოში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულებს, რომლებიც სისტემატიურად გვიყურებენ ჩვენ. შეგახსენებთ იმას, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, სხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. შეგახსენებთ იმას ასევე კიდევ რომ გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხით დაუდევლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პენსიონარით და აღჭურვილია უახლოესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ყოველივე ეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის არის განსაზღვრული. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი ნარკოლოგი ქალბატონი ხათუნა ნადაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა. პაციენტო ტელემაყურებელო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნარკოლოგიაზე, ნარკომანიაზე, რომელიც ასე გავრცელებულია, ასე ჩართული ხავთ ახალგაზრდობა და ყოველი ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეხვდეთ ექიმს, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება მის უარყოფით მხარეებზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდება საერთოდ ამ კუთხით. ქალბატონო ხათუნა, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ რა არის ეს ნარკოტიკები, რა ხიბლია ისეთი, რომ საზოგადოების ეს ფენა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მეტად აქტიურად არის ჩართული, რომ იტყვიან ამ ნარკომანიაში. გისმენთ? ბატონო, ნამდვილად თქვენ ძალიან აღნიშნეთ, სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტუალური თემა დღეს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. და რაც შეეხება ნარკოტიკს, ნარკომანიას, ნარკომანია ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჩამოყალიბდება ნარკოტიკების ოროდად გამოყენებით. ნარკოტიკები არსებობს რამდენი სახის, როგორ არის ნარკოტიკები საერთოდ? ნარკოტიკები არსებობს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის და არსებობს ის მსუბუქი და რომელიც ძლიერმოქმედი, რა თქმა უნდა. და არის ლეგალურად, ანუ იგივე ნარკოტიკი არის კოფეინი, რომელსაც შეიცავს ჩაი, არის თუ ყავა და არის კიდე სხვა უფრო სერიოზული, უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკები, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკები, მარიხუანა, კოკაინი და ასე შემდეგ. ანუ ამ ნარკოტიკების მოხმარებით ხდება პიროვნება, როდესაც მოიხმარს ნარკოტიკებს, ხდება ჩამოყალიბება ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდება და ჩამოყალიბდება ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ პიროვნება მომხმარებელი, რომელიც ამ ნარკოტიკს გამოიყენებს
მაღალი დოზებით და აბოროტად ასე ვთქვათ თავისი ორგანიზმის საზიანოდ ის უკვე ვეღარ განსაზღვრავს რომ ეს არის მისთვის საზიანო და არ უნდა მოიხმაროს ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ანუ თავს ვეღარ აკონტროლებს ასე ვთქვათ და ამის შემდეგ ყალიბდება უკვე ფიზიკური დამოკიდებულება როდესაც უკვე ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანო ასე ვთქვათ ჩაითრევა დაავადებაში დაავადდება და ეგრეთ წოდებული ეს სიტუაცია ეგრეთ წოდებული ჭყალებში ლომკის სახით გამომჟღავნდება. ანუ თუ პიროვნებამ არ მიიღო ის დოზა ნარკოტიკული ნივთიერების არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდად გამოიხატება სხვადასხვა სიმპტომები და ამიტომ იძულებული როგორ ვთქვათ იძულებულიც არის და ორგანიზმიდან ორგანიზმი მოითხოვს მის მოხმარებას რომ ის ასე ვთქვათ ნუ იგრძნოს თავი კარგად და კომფორტულად და ეს რა თქმა უნდა აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ადამიანის ორგანიზმში პირველ რიგში მოქმედებს ფსიქიკაზე შემდეგ დანარჩენი სასიცოცხლო ორგანოები ღვიძლი რა თქმა უნდა ზიანდება და ყველა ის სასიცოცხლო ფუნქცია ყველა სასიცოცხლო ორგანიზმი როიშლება მთლიანად ორგანიზმის რა თქმა უნდა და ჩამოყალიბდება სხვადასხვა დაავადებები ვითარდება ასე ვთქვათ ქალბატონ ხათუნა, ეხლა რაშია საქმე? ალბათ პირველ რიგში მოდი შევეხოთ იმას, რომ ნარკოტიკების მიღებით პირველ რიგში ითრგუნება ტვინი. ესე ადამიანი ბრუნდება. ხო, და გარემოსადმი გრძნობელობას კარგავს ალბათ უკვე არაადეკვატური ხდება და აი ეს რა ხდება ამ შემთხვევაში, ესე იგი პირდაპირ კავშირშია ეს ნარკოტიკები ტვინის უჯრედებთან და აქედან იწყება ყველაფერი, რომ ის უკვე ამ შემთხვევაში გარესამყაროს ვერ აღიქვავს ისე როგორც მისთვის მისაღები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც აღნიშნეთ. ანუ ეს როდესაც მოხდება ნარკოტიკების მაღალი დოზებით მოხმარება იმ შემთხვევაში, თუ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები სამედიცინო მიზნითაც გამოიყენება, ასე ვთქვათ. მას თავისი დაბალი დოზებით გამოიყენებენ მედიცინაში. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც მოხდება ამ ნარკოტიკული ნივთიერების მაღალი დოზებით გამოყენება პიროვნების მიერ ის პირდაპირ პირველ რიგში თრგუნავს იმ ფსიქიკაზე მოქმედებს და თრგუნავს იმ ტვინის უჯრედებზე მოქმედებს და რეალობას ვეღარ აღიქვამს პიროვნებას, სწორად ვეღარ აღიქვამს რეალობას და მისი ფიქრი, მისი ყოველა ესე იგი მარტო მიმართული არის იქითკენ რომ როგორ მიიღოს ეს ნარკოტიკი და სადიშოვოს რა თქმა უნდა სადიშოვოს და აქედან გამომდინარე არის რომ ასეთი ადამიანებმა იმისათვის რომ ნარკოტიკი მიიღონ შეუძლიათ ჩაიდინონ ისეთი დანაშაულებებიც ანუ დანაშაულებიც კი ну მის დაუნებურად რა თქმა უნდა მოსაპოვებლად და თუნდაც მოპოვებულიც იყოს როდესაც ის ზეგავლენის ქვეშ არის შესაძლებელია ეხლა თქვენ აღნიშნეთ ქავტო ხათუნა რომ პირველად ეს გამოყენებული იყო მედიცინაში და ცხადია ასეც არის იმიტომ რომ ტკივილგამაყუჩებელიც არის რაღაც სპაზმის მოსახსნელი 1000 ის არის და უფრო თუ ცოტა ახლო წარსულს გადავხედავთ ჩვენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურშიც იყო მორფი, რომელთაც სტენოკარდიულ შეტევებს სწრაფად უხსნიდნენ. ამავე დროს ის გამოყენებული იყო, ალბათ შესაძლებელია ეხლაც არის, მაგრამ უფრო იყო სამედიცინო ჩანთაში, მოდი ასე ვთქვათ, მებრძოლებისათვის, როდესაც ბრძოლის ველზე ადამიანს ჭრილობა, მებრძოლს ჭრილობა ჰქონდა, იმ შემთხვევაში ამას უკეთებდნენ, რომ შოკში არ ჩავარდნილიყო და რაღაც განსაკუთრებული არ ქონოდა, ხო? და აი ეს რამ განაპირობა ის, რომ სამედიცინო დანიშნულების პრეპარატები შემდგომ გადავიდა ჩვეულებრივ ნორმალი ჯანმრთელი, რომელსაც არაფერი პრობლემა არ ქონდა, დაიწყო მასე დამოკიდებულება. ანუ ნარკოტიკების მოხმარება რატო ხდება, მას მეკითხებით ალბათ, ამას განსაზღვრავს რამოდენიმე მიზეზი არის ეს. ეს შეიძლება იყოს სოციალური მიზეზი,
ინტერესი ხო არა პირველ რიგში, აი როგორც სიგარეტის მწეველი. რამოდენიმე ჩამოგითვლით მე სოციალურიც, ბიოლოგიური, ანუ გენეტიკურადაც განწყობა ამისი ხელშემწყობი ერთ-ერთი პირობაა. და რას თქვენ აღნიშნეთ ინდივიდუალური ანუ ინტერესი, პიროვნების ინტერესი, ცნობის მოყვარეობა, რომ აი როგორი ხდება თავიდან ამის მოხმარებით დაწყება. პირველ რიგში თავიდან ასე ვფიქრობ მე, რომ პიროვნებას ცნობის ოღონდ ყველა პიროვნება არა, რა თქმა უნდა, ისეთი პიროვნება, რომელიც არის ძალიან ესეთი როგორ გითხრათ აი რა მდგომარეობის რა ფენის ადამიანი ცნობის მოყარების მიზნით რომ გასინჯავს რაღაც და აი რა მოხდება ასე ვთქვათ რომ იფიქრებს. ნუ პირველად ეს არაფერი ერთჯერადად მოხმარებით რაღაც სასიამოვნო ალბათ განცდა მიიღო ამ პიროვნებამ და სხვა მეტი არაფერი. მერე უჩნდება ის აზრი ერთხელ კიდევ მოიხმარა ან მეგობრების თხოვნით და სხვა მეგობრების თხოვნით და გარემოს იმიტომ აღნიშნე მე სოციალური სფერო რომ გარემოსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეს პიროვნება როგორ გარემოში არის როგორი მეგობრები ყავს აი თქვენ სოციალურ ფენას აღნიშნავთ მაგრამ სოციალურ ფენიდან ვის გამოჰყოფთ გაჭირვებულ ფენას თუ შეძლებულ ოჯახებიდან გამოსულ ადამიანს აი რომელში უფრო აქტიურია ეს მე ცით რა მინდა გითხრათ აი ისეთი აქტიური არის ეს ცოტა სხვა საკითხია რა თქმა უნდა ეს ნარკოტიკი რომ მოიპოვოს ეს ძნელად მოსაპოვებელი არის და არის ძალიან დიდი თანხებიც არის საჭირო ამისთვის და იმ გაჭირვებულ ფენას ამის საშუალება არ ექნება და უფრო ისეთი ფენა რომელსაც ამის შეძენის საშუალება აქვს ეს კი მაგრამ აი მაგიდან გამომდინარე ახლა რაც თქვენ აღნიშნეთ უკვე ის დაბალი ფენა რომელიცაც არ აქვს მართლა იმის თანხები და ფინანსები რომ ეს ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებები იყიდოს და მოიხმაროს როცა უკვე პიროვნება არის მომხმარებელი მაგ შემთხვევაში ვიძახე ამიტომ ასეთი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებები არ ვიცი ამ პიროვნებებმა რო იტყვიან ალქიმიკოსებსაც ეძახიან ის შექმნეს ისეთი სხვადასხვა მომწამლელი ქიმიური ნაერთებისგან ისეთი საშუალება კუსტარულად დამზადებული ის არის იაფასიანიც და იგივე იწვევს ადამიანის ორგანიზმში იმ მას როგორ ვთქვათ გაჯერებულობა შიგნით რომელიც ორგანიზმში იღებს ის ამ შემთხვევაში იღებს და აი ასე ვთქვათ სიამოვნებას რასაც ნარკოტიკული საშუალებისგან იღებს იგივე ნაირად და ამიტომ ეს ჩვენი ახალგაზრდობა დაბალი ფენა ასე ვთქვათ სოციალურად გაჭირვებული ფენა ძალიან ბევრი მიმართავენ ამ მაგრამ მოძებს სავალალო შედეგი ისეთი სავალალო შედეგი რომელიც აი სუფთა რასაც ქვია მაგათად ოპიუმის ჯგუფის სუფთა ნარკოტიკულ საშუალება კი აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, მაგრამ 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მომწამლელი და უფრო საზიანო არის კუსტარულად დამზადებული ნივთიერებები, რომელსაც ახალგაზრდები თუ მომხმარებელი. რაშია საქმე იცით რომ აი ზუსტად ეგ არის პრობლემა რომ ისინი დოზებსაც ამ შემთხვევაში ვერ განსაზღვრავენ რა თქმა უნდა ვერ განსაზღვრავენ და ისეთი ნაერთები არის იქ რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იმის არ შეიძლება კი არა სავალალო შედეგები მოსდევს აზიანებს პირდაპირ ნუ ორგანიზმში ინექციის სახით იკეთებენ და პირდაპირ სისხლძარღვიდან დაწყებული ადამიანის ქსოვილები ნეკროზდება და ასე ვთქვათ ძალიან ესეთი გასაგებია თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ ქავდონ ხათუნა რომ იგივე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაახლოებულია ვთქვათ მაგალითად ჩაი, კოფეინი და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რომ ადამიანმა
განსაკუთრებით ეს გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში, არაბულ ქვეყნებში და აზიურ ქვეყნებში, რომ ჩეფირები იყო, საპატიმროებშიც იყენებენ ამას სხვადასხვა და პლუს ამას თუ ჩვენ დაუმატებთ იმას, რომ ყაღაჩოს თესლი, თუ დაუმატებთ კანაფს, რომელიც კულტურულად მოჰყავთ და ამას კანონიკი ჟის ამ ეტაპზე და ის მომხმარებელი ხმარობს არა როგორც ინექციის გასაკეთებლად, არამედ როგორც მოწევი ვასთან. აი ეს უფრო მსუბუქი ფორმაა და აქედან არის საწყისი ყველაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ უფრო აი ძლიერ მოქმედზე და აი ცოტა მსუბუქი. ნუ როგორც აღნიშნე, იგივე კოფეინი, რომელსაც ყავას და ჩაი შეიცავს, ეს რა თქმა უნდა მსუბუქი ფორმაა და ხდება, მაგრამ დიდი ოდენობით მიღება დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ოდენობით მიღება ის ადამიანის ორგანიზმში ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, მაგრამ იმ დონეზე და იმ არა როგორც ის ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკები და ის ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ მიღება გადაჭარბებული დოზით მიღება არც ყავის შეიძლება და არც რა თქმა უნდა იმ თამბაქოსი და რაც შეეხება თქვენ აღნიშნეთ მარიხუანასთან დაკავშირებით რომლის მოხმარება ადამიანის ორგანიზმში ხდება მოწევის სახით ხდება ფილტვებში კი რა თქმა უნდა ესეც ძალიან არ არის ჩემი აზრით არ არის ეს ისეთი თემა რომ არ მივაქციოთ ყურადღება და არ არის საზიანო ასე ვთქვათ ისიც თავისთავად საზიანოა და იგივენაირად მოქმედებს ფსიქიკაზე ადამიანის ორგანიზმის და ასევე როგორც აღნიშნეთ ფილტვებზე და ბრონხებზე და იწვევს ათასნაირ დაავადებებს იგივე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ისეთი დაავადებები სერიოზული დაავადებები და გარდა მარტო ფილტვების არა იგივე ღვიძლის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების ჩემი აზრით იგივე ზიანი მოაქვს და რაც თქვათ უფრო მეტად ძლიერი ნარკოტიკულ საშუალებებს ჩემი აზრით რასაც მარიხუანა და ის სწორედ აქედან გამომდინარე საზოგადოებას აქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით რომ აი თუნდაც წეგან ჩვენ აღვნიშნეთ ერთი სახე ყაღაჩოს თესლი მას იყენებდნენ კულინარიაში თქვათ როდესაც ფუნტუშეულს აცხობდნენ, მას მოაკრიდნენ და მატებდა არომატს გემრიელი იყო. მაგრამ ეს იყო რაღაც დაბალი დოზებით. მაგრამ მაინც მოიხსნა, იმიტომ რომ თითქოს ეს არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და იმის გამო რომ სხვა ვიღაც იხმარს ამას ძალიან ამ შემთხვევაში ცუდ ვითარებაში შესაძლებელია მეორე კუთხით რაღაც პრობლემები შექმნას იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ის სჭირდებოდეს. ხო და აი აქედან გამომდინარე არის რომ ყველაფერს სჭირდება კონტროლი, ყველაფერს სჭირდება დაცვა თავისი და საუბარი იმაზე კაპიტონ ხათუნა რომ ჩვენ საერთოდ ნარკოტიკებთან მიმართებაში რომ შევძლოთ რომ ეს სახელმწიფომაც, ოჯახმაც, სამართალდამცავებმაც, სამედიცინო პერსონალმაც რომ რაღაც გარკვეული კუთხით შევქნათ იმის ატმოსფერო რომ ეს არ მოხდეს ძლავრ მომხმარებლის ხელში, აი ჩამოყალიბებული ნარკომანის ხელში, ვითომ შეიმუშავეს რომ სამედიცინო ქსელში, აფთიაქებში, ფარმაციაში დაიხურა ყველასთვის ეს და სპეციალური რეცეპტის საშუალებით გამოდის. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, ვისაც სჭირდება ეს ტრანკვილიზატორები, ვთქვათ, სედუქსენი, დიაზეპამი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფენაზეპამი და 1000 სხვადასხვა. ეს ხო მას აუცილებლად სჭირდება ეს არის სამკურნალო პრეპარატიც და აი ეს ყველაფერი არის ქაოსური თუ ეს ყველაფერი კანონის ჩარსოში ჯდება. არა, ქაოსური როგორ იმ ადამიანს რომელსაც სჭირდება ეს პრეპარატი, იმას რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულება, ექიმის დანიშნულებით აქვს და ექიმი რეცეპტს დაუწერს და რა თქმა უნდა შეიძენს აფთიაქში ეს ვისაც სჭირდება, მაგრამ არის მეორე მხარე რომ ნამდვილად მაინც შოულობენ ის მომხმარებლები და აი დღეისათვის ძალიან აქტუალური თემაა ეს არის სააფთიაქო ნარკომანიას ვეძახით ამას ეს კიდე სხვა არის სედატიური საშუალებების ფსიქოტროპულების მოხმარება და მოიხმარენ ძალიან დიდი დოზებით და იგივე გაბრუებას იწვევს და იგივე
მას იღებს მომხმარებელი. ამიტომ ჩემი აზრით უფრო მეტად უნდა გაკონტროლდეს ეს სიტუაცია და უფრო მეტი ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომაც, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ახალგაზრდობა ხელმისაწვდომია, ღირებულებითაც ფასითაც ხელმისაწვდომია ეს მედიკამენტები და ძალიან მეტი მომხმარებელი ყავს უფრო დღეისათვის ამ მედიკამენტებს უფრო მეტი მომხმარებელი მოიხმარს და ეს მოქმედებს ძალიან ცუდად ჩვენს ახალგაზრდა თაობაზე, მომავალ თაობაზე და დაღუპამდეც კი მიყავს ჩვენი თაობა მე მგონი. ამ კაცად უნდა გაკონტროლდეს. თქვენ ბრძანდებით ექიმი, ნარკოლოგი. დიახ. და საკმაო გამოცდილება და სტაჟი გაქვთ ამ მიმართებით და აი თქვენი შეხედულებით, თქვენი ამ სამსახურებრივი მოღვაწეობის მანძილზე როგორი არის სტატისტიკა? ახალგაზრდობა უფრო ჩართულია და მატულობს თუ კლებულობს ეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და სტატისტიკა კამანდილოსანი მამაკაცი აი როგორია? კი, სტატისტიკა არის სავალალო. ყოველწლიურად მატულობს მომხმარებლობა. აი 2003 წლის მონაცემებით თუ 190,000 მომხმარებელი იყო საქართველოში. დღეს მაბატეთ 150,000 იყო მომხმარებელი. დღეისათვის 180,000 არის მომხმარებელი და ყოველწლიურად ესეთი სტატისტიკა არსებობს, რომ ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 9-10 ტონა ჰეროინს მოიხმარს. საქართველოს და მსოფლიოში დაახლოებით 11 მილიონი მომხმარებელი არის 380 ტონა ჰეროინის სტატისტიკა არის ასეთი და ეს არის სავალალო ციფრი ჩემი აზრით და ძალიან ყურადსაღებია და აუცილებელია რაღაც ახალგაზრდობა უფრო მასიურად ახალგაზრდობაც მანდილოსნები არიან და ეგმინდოდა მე თქვა და ამ ბოლო პერიოდში მოიბატა მანდილოსნობის მომხმარებლობამ ქალებიც არანაკლებ არის კი მოიხმარენ ესენი წეველები არიან თუ ინექციაზე დამოკიდებული წეველებით და ინექციაზე დამოკიდებულებით ორივე აი ჩვენ რაიონში როგორ არის მარიის მატება ჩვენ რაიონში ზოგადად როგორც სხვაგან აქაც ისე რა თქმა უნდა. კი. გასაგებია და ეხლა თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას, დინამიკას, ასეთ დასკვნას გამოვიტანთ, რომ ნარკომომხმარებელთან ერთად აქ აქტიურად არის ჩართული რეალიზატორი. ეს არის ერთ-ერთი რომ იტყვიან ფულის კარგად შოვნის საშუალება იარაღთან, ყავასთან, საწვავთან და სხვასთან ერთად. ნარკოტიკების ვაჭრობა ეს უკვე რამის პირველ ადგილზეა, იმიტომ რომ შემოდის ვიღაც დიდრდება, ვიღაცა იღუპება და სხვადასხვა ეს. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს რაღაცნაირად დარეგულირდეს და ამას ისიც დავუმატოთ, რომ ნარკომანია, ნარკომომხმარებელი ეს არის დანაშაული თუ ეს არის ავადმყოფობა, დაავადება, რომ ჩვენ აუხსნათ ჩვენს ტელემატურებელს. მე ჯერ ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, არის დაავადება თუ არის დანაშაული. ნარკომანია თავიდანვე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ეს არის დაავადება, ქრონიკული დაავადება, რომელიც ჩამოყალიბდება იმ ნარკოტიკის ხანგრძლივი და ხშირი და მეტი დოზების გამოყენებით. მაგრამ ეს დაავადებული ადამიანი, რომელსაც უკვე უნდა რომ ის ნარკოტიკი ყოველდღიურად მიიღოს და ამის მოპოვება არის საჭირო, ამ ნარკოტიკის შოვნა არის საჭირო და ეს რაღაც თანხებთანაც არის დაკავშირებული და დიდ თანხებთან, იმისთვის რომ ის მოიპოვოს, ამისთვის შეიძლება ჩაიდინოს დანაშაულიც კი. ამ იმის მისაღებად, რომ ეს ნარკოტიკი მიიღოს. ან ნარკოტიკი მიიღოს, ან ფული მიიღოს, რომ შემდგომში შეიძინოს. შემდგომში შეიძინოს, კი. ამან შეიძლება დანაშაულიც კი ჩაიდინოს, თორე ისე როგორც ასე ნარკომანია, არის დაავადება. თვითონ ეს ადამიანი უკვე არის დაავადებული.
ამით. ამაჭირდება მკურნალობა. მაშინ თქვენ როგორ უყურებთ, როგორც ექიმი, რომ პარლამენტის დონეზე გაიჟღერა, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი რომ დეკრიმინალიზაცია მოხდეს ამ ნარკომომხმარებლის და ამასთან აი არ იყო ნაგულისხმები შემნახავი ნარკოტიკების და გამსაღებელი და თუ ადამიანი თქვათ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ავადმყოფობა და ამასთან ერთად თხოვლობენ დეკრიმინალიზაციას, მაშინ რა გამოდის რომ ჩვენ გაგვიჭირდება ალბათ მასთან ბრძოლა, იმიტომ რომ რა ხდება, იცით, ეს არის ავადმყოფობა და აუცილებლად არის საჭირო მათი მკურნალობა. მკურნალობა ეს უკვე სხვა თემა არის, რამდენად იქნება ეს თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი, იმიტომ რომ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია, კი, ფაქტორია და პიროვნება თუ თვითონ არ არის ამისთვის დაინტერესებული და აი мотиваცია არ აქვს იმისთვის რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მკურნალობის ნაკლები შედეგი ექნება. და რაც შეეხება იმას, ისჯებოდეს თუ არ ისჯებოდეს, ეს მკითხეთ მე. აი უნდა იყოს აუცილებლად რაღაც ზომები მიღებული დასჯის, მაგრამ ეს უფრო უნდა იყოს ჩემი აზრით, აი მომხმარებელზე მაქვს მე საუბარი. ეს უნდა იყოს რაღაც ადმინისტრაციული სასჯელი, აიგინაც ფულადი ჯარიმას გადახდა. ის რომ იმის გულისთვის რომ მარიხუანა მოიხმარა პიროვნებამ, იმ მომხმარებლობა, ანუ ამ შემოწმების შედეგად ამოვიდა მარიხუანის მომხმარებლობა და ის მისი დაჭერა მოხდეს და თავისუფლების აღკვეთა იქ ამისთვის რა გამოსავალი რა იქნება და მოხდა ციხეში იქიდან გამოვა ის ისევ გააგრძელებს ამის მომხმარებლობას ხო ასია ეს ჩემი აზრით ჯობია რომ იმის მაგივრად რომ მოხდეს მათი დაკავება და თავისუფლების აღკვეთა ისევ ის თან რაღაც ჯარიმა დააკისრონ ადმინისტრაციული ჯარიმა გადაახდევინო და აი ეს თანხები მოხმარდეს მათ იძულებით კურნალობას რას უყურებთ როგორ იძულებით საპატიმროს მაგივრად იძულებით იმ კურნალობა ხო მაგრამ იძულებით აი ეს საქმეც მაგაშია წელამ ხო აღნიშნე რომ იძულებითაც ვერ უმკურნალებ თუ პიროვნებას არ უნდა მკურნალობა იმას ვერ შედეგი არ იქნება მკურნალობის გამიგეთ და ამიტომ ჯერ პიროვნება იქამდე უნდა მივიდეს რომ მას ჭირდება მკურნალობა და ისე მოხდეს მათი მკურნალობა და კაპიტან ხათუნა ეხლა თქვენს ალბათ გამიდასტურებთ რომ არის კატეგორია რომელიც უკვე მიხვდნენ რა ჩაიდინეს და თხოვლობენ შველას რომ როგორმე იქნება იმკურნალონ მაგრამ ისია უკვე მათი ორგანიზმი შეგუებული ამას რომ ვერ გამოდიან აქედან აი ამ შემთხვევაში და თუ ყოფილა ჩვენთან ეს ფაქტი ესეც მინდა დაადასტუროთ რომ მოსულა რომ მიშველეთ რაღაცნაირად მომიხსენ და ვერ გამოსულან ამ მდგომარეობიდან და რომ იწყება მკურნალობა თქვენ წეგან აღნიშნეთ ამ შემთხვევაში მოდი ვიხმაროთ ეს რუსული სიტყვა ლომკა რომელიც თუ ამას დროზე არ უშველეთ შეიძლება ალბათ დაიღუპოს კიდეც მაგ დროს და რა არის აქ საშველი ბოლოს აი ადამიანს აღარ უნდა ნარკოტიკები მაგრამ ეშინია არ დაიღუპოს ან თქვა იმ მომენტში რაღაც არ შეიძლება კი ბატონო აუცილებლად რა თქმა უნდა ჭირდება მკურნალობა ჩარევა სპეციალური დაწესებულებაში მოთავსება არის საჭირო და რაღაც გარკვეული მკურნალობის ჩატარება იმიტომ რომ მართლა ისინი ცუდად არიან და აი როგორც აღნიშნეთ ის მოთხოვნილება რომ აქვს საშინელი აღარ უნდა მოხმარება. ესე ვერ შეწყვეტავს უცბად ნარკოტიკების აღარ მინდა და მორჩა. იმიტომ რომ იმას მე გამოუმშხავდება ესეთი სიმპტომები, იგივე ტკივილი, საშინელი ტკივილი, ძვლების, სახსრების, კუნთების, საშინელი ტკივილი, რა თქმა უნდა. ამიტომ სპეციალური არის რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც უნდა ამოთავსდნენ ეს პიროვნებები და იქ გარკვეული სქემით უტარდებათ მკურნალობა. მედიკამენტოზური მკურნალობა. შედეგი იქნება თუ პაციენტს მოტივირებულია და უნდა მდგომარეობიდან გამოსვლა. შედეგი ნამდვილად იქნება. არის კიდევ მეორე სამკურნალო ასეთი მეთოდი მკურნალობის მეთადონის ჩანაცვლების პროგრამა, სადაც ხდება ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია. ყოველდღურად ხდება პიროვნების მისვლა ამ დაწესებულებაში და
თანდისთანობით მიღება მეთადონის, თანდისთანობით მეთადონის დოზების შემცირება და დოზების შემცირებით ბოლოს გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. ანუ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რომ ეს მკურნალობის შედეგი ყოველთვის დამოკიდებული იქნება პიროვნებაზე, პიროვნების мотиваციაზე. თუ პიროვნება მოინდომებს, რომ ამ საშინელებას დააღწიოს თავი, გამოვიდეს მდგომარეობიდან, ის აუცილებლად შესაძლებელია, რომ გამოვიდეს. შედეგი მივიღოთ. გამთხოვოთ, რომ ჩვენი საერთო ერთდრო იწურება, მაგრამ მინდა რომ თქვენ ბოლოს სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, აი რა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა, მე ახალგაზრდობაზე მაქვს ძირითადად აქცენტი აღებული, იმიტომ რომ ვუყავთ ახალგაზრდებს ჩვენ, რომ რა უნდა შეამ პირველი კლინიკური ნიშნები, რა უნდა დაინახოს. ეხლა მივა ნარკოტიკით გაბრუებული ბავშვი და მშობელს გონია ნასვამია. აი რა ჩივილებით, აი გარეგნულად რა უნდა ეტყობოდეს, ფალებია ქარეული, იქ თავს ვერ იკავებს და პირველ რიგში მაგ მდგომარეობამდე არ უნდა მეუშვათ შვილი, რომ აი დაიწყოს მოხმარება. ანუ ეს ძალიან რთულია, ესე ადვილისადგური არ არის გაკონტროლება. კი, ადვილი არ არის, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ მშობლებმა, რომ ჩვენი შვილები გავაკონტროლოთ. რა წრეშია, რა გარემოში არის. და თავიდანვე, ბავშვობიდანვე, აი თავისუფალი დრო მეტი რო არ კონდეს და ჩართული იყოს სხვადასხვა დაკავებული იყოს სკოლის გარდა სხვა წრეებით, ასე ვთქვათ, სპორტი იქნება თუ სხვა ასეთი თავისუფალი დრო რო არ კონდეს, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება იმას, რომ ახლა ეს რთულია, რა თქმა უნდა, შვილი როგორ შევამჩნიოთ, ხო? ნუ ის რომ რაღაც გაბრუებულია და მშობელი მიაწერს, რომ ის არის ნასვამი, არც ეგ არის კარგი, ხო? მაგრამ აუცილებელია ეს ნარკოტიკებზე მიეჩვიოს. თუ სასმელს და მიეჩვევა და ალკოჰოლს მიეჩვევა, ესეც არ არის, ხო, კარგი. ამიტომ რაღაცნაირად უნდა საუბარი იქნება თუ დაკავება ამ ახალგაზრდა მოზარდი თაობის მეტი თავისუფალი დრო არ მივცეთ და რაღაცნაირად გავაკონტროლოთ, რომ ამ სავალალო მდგომარეობაში არ ჩავარდეს და შემდეგ ეს ისეთი მდგომარეობა, საიდანაც ძალიან რთულია და ძალიან ძნელია გამოსვლა. ასე ვთქვათ, იმ ჭაობიდან, სადაც ჩაეფლობა. თან თუ წრეში მოხდა კიდევ ისეთ, სადაც უფრო მეტია ის. ყველა მოგონე უნდა ვიხმაროთ უფროსებმა, რომ ჩვენი შვილები ასეთი მდგომარეობისგან დავიცვათ და გადავარჩინოთ. და ბოლოს კაბატონ ხათუნა ერთი კიდევ საუბრის დასაწყისში აღვნიშნე და ვერ გავშალეთ ეს. ყავის მომხმარებელი, ეხლა ჩვენ საერთოდ ვიცით ყავის ფინჯანი, პატარა. მაგრამ ადამიანი, რომელიც დიდი ჭიქით, სასმისით მიირთმევს ყავას, ეს თანდისთანობით ჩვევად გადაექცევა და მოუმატებს თუ აი ამას რა შეიძლება ან უარყოფითი ან დადებითი თუ აქვს, აი არის ეს მაგალითად ისეთი რომელიც ყავა ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლოც არის. ფინჯანი პატარა რა თქმა უნდა, სისტემატურად რა დიდით და თან რამოდენიმეჯერ და აი ზედმეტი დოზებით არაფერი არ არის კარგი. მე ეს შეკითხვა, იმიტომ დაგისვით, რომ ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც გინდა მიბრძანდეთ, სულ ყავის სახტელი ხშირად მიირთმევენ ყავას, ოჯახებშიც კი რომ მიბრძანდეთ, მოდი ყავა და აი ეს ზომიერების დაცვით ყველაფერი კარგი. უკვე ზომიერება აღარ არის, მეორეს მოითხოვს, მესამეს მოითხოვს და უკვე ჩვევად ჩამოყალიბდა ეს. ამიტომ უნდა აქაც ზომიერება დავიცვათ, არა ყველაფერს. ზომიერება ყველაფერში არის. დიდი მადლობა კაბატონ ხათუნა. პანსიონო ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევებია. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნო სკელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა
50-დან 70 წელს სასაკის მქონე მამაკაცები თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხე დაავადებული შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა. და ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლეს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ყოველივე ეს ჩვენი ჯანმრთელობის სათვის. მე წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ექიმი ნარკოლოგი ქავტონე ხათუნა ნადაშვილი. ქავტონ ხათუნა, მადლობა აქ მომბრძანებისათვის. საინტერესო საუბრისათვის ჩვენ რამდენად შევძელით რომ აგვეხსნა ჩვენი ტელემაყურებლებისათვის თუ რაოდენ საშიშია, რაოდენ საყურადღებოა ეს ნარკოტიკების მომხმარებლებთან ყოფნა და დამოკიდებულება და როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდობა, ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენს მაყურებელზე, რომ რამდენად მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა როგორმე ავაცილოთ ამ საშიშ დაავადებას. მინდა თქვენთან ერთად დავშვიდოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრებამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.